თავდაპირველად უნდა დავაზუსტოთ, რომ ეს არ არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დაანონსებული თარიღი, ან დაორგანიზებული თარიღი. ყველამ ძალიან კარგად იცით, რომ ამ თვეების განმავლობაში საზოგადოება რუსთაველი, პაატა ბურჭულაძე, ლევან ხაბეიშვილი და თანამოაზრეები აორგანიზებენ ამ აქციას და მოუწოდებენ ხალხს 4 ოქტომბრის და ოქტომბრის დასასწრებად და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის ქართული ოცნება მუდმივად ცდილობს, რომ ეს აქცია წარმოაჩინოს როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქცია. არამც და არამც ეს არის მოძრაობა რუსთაველის მიერ დაორგანიზებული აქცია და პარტიამ ხარს უჭერს, რა თქმა უნდა, ნებისმიერ საპროტესტო მოძრაობას, რომელიც ამ ბოლო პერიოდში ხორციელდებოდა და რაც იცით, რომ 13 წლის განმავლობაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მუდმივ საპროტესტში არის და მუდმივ ბრძოლაში არის. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ერთადერთი პარტია, ვისაც მკვეთრი პოზიცია, ცალსახა პოზიცია გააჩნია, რომ სადაც ქართველი ხალხი იქნება, სადაც ქართველი ხალხის საპროტესტო ხმა გაისმება, იქ იქნება ნაციონალური მოძრაობას და ეს ასე იქნება 4 ოქტომბერს. ამიტომ ბუნებრივია ჩვენ მხარდამჭერებსაც, აქტივისტებსაც მოუწოდებთ, რომ 4 ოქტომბერს ყველა ერთად შევიკრიბოთ და ქართულ ხალხთან ერთად დავდგეთ ამ ყველაზე ძიმე და იმავდროულად ჩვენივე მოქმედებებით ეს ძიმე დღე უნდა ვაქციოთ ზეიმის გამარჯვების დღედ. აქ საუბარია ხოლმე, რომ 4 ოქტომბერს დაიწყებს და 4 ოქტომბერს დაასრულებს და ასე შემდეგ. უნდა თავდაპირველად ასევე განისაზღვროს, რომ 4 ოქტომბერს არაფერი არ იწყება. დიდი ხნის წინ არის დაწყებული უკვე 300 დღეზე მეტი არის უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, უამრავი საზოგადოებრივი ჯგუფი ღებულობს მონაწილეობას 300 დღეზე მეტია საპროტესტო აქციებში რუსთაველზე და ესეთი უწყვეტი საპროტესტო აქციების ასე თქვა ჯაჭვი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს და ეს პროცესი ბუნებრივია 4 ოქტომბერს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასე თქვა სიმძიმე უნდა შევძინოთ ამ საპროტესტო აქციებს და ვფიქრობთ, რომ უნდა გავიმარჯვოთ. ეს უნდა იყოს გამარჯვების დღე. საზეიმოდ უნდა დაუძახოთ ქართულ ხალხს, იმიტომ რომ რეალურად ყველა წინაპირობა არის და ხელისუფლება მაჩვენა, რომ ის არ აპირებს არავითარი დემოკრატიის თამაშსაც კი ან მოჩვენებასაც კი ამ ქვეყანაში. ცალსახად გაავლო ხაზი დასავლეთ ჩვენ დასავლელ პარტნიორებსა და რუსეთს შორის და საქართველოს სამწუხაროდ აღმოჩნდა უკვე საერთაშორისო გეოპოლიტიკაში აღმოჩნდა უკვე რუსეთის ხარეს, რუსეთის გავლენის სფერო და ვასალ სახელმწიფოდ ითვლება. ამიტომ ამ არჩევანთან მიმართებაში ქართულმა ხალხმა გადამწყვეტი როლი და გადამწყვეტი ფუნქცია უნდა შეასრულოს. დიდი რაოდენობით მოქალაქეების გასვლა რამდენად უდრის ქართული ოცნების ხელისუფლებიდან წასვლას ავტომატურად და აქვე მიხეილ სააკაშვილმაც გავრცელა დღეს წერილი სოციალურ ქსელში, სადაც რეგიონებში ცხოვრობ მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ჩამოვიდნენ თბილისში და დადგნენ სწორედ რუსთაველის გამზირზე. 23 ნოემბერს ბევრი მირჩევდა არ შევსულიყავი პარლამენტში, მე კი შევასწარი ზუსტად იმ წამს, როცა შევარდნაძე აპირებდა ლეგიტიმურად გამოეცხადებინა პარლამენტი და შევაწყვეტინა სიტყვა 4 ოქტომბერს თბილისში ჩამოსვლა და რუსთაველზე მისვლა ქვეყნის გადარჩენის ბოლო შანსია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში აღარ მოგვეცემა, თუ კი საერთოდ მოგვეცემა, ამბობს სააკაშვილი. რამდენად ეთანხმებით და თუ კი ეთანხმებით, რატომ ფიქრობთ, რომ ეს არის უკანასკნელი შანსი, მეორე მხრივ რას აკეთებს ნაციონალური მოძრაობა იმისთვის, რომ მაშინ ეს უკანასკნელი შანსი გამოიყენოს და თუ კი მაინც ეს ასე არ გამოვა, რა ხდება უკვე 5 ოქტომბრიდან, ესეც საინტერესოა, ანებებთ თავს ქართული ოცნების წინააღმდეგ ბრძოლას, იქიდან გამომდინარე, რომ ვერ შეძელით ამ ბოლო შანსის გამოყენება. ლელა, ნაციონალური მოძრაობა ამ რეჟიმს სახელი დაარქვა ჯერ კიდევ 2012 წელს, როდესაც რუსული სპეცოპერაცია უწოდა ივანიშვილის შემოსვლას პოლიტიკაში და 2012 წლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს და ყოველ წელს ქართული ოცნება ადასტურებს, ივანიშვილი ადასტურებს, ეს არის რუსული ხელისუფლება და ამ ბოლო წლების განმავლობაში ეს განსაკუთრებულად გამოიკვეთა და ჩამოყალიბებული სახე მიეცა. ამიტომ ეს ცალსახად ერთმნიშვნელოვანი არის, ამიტომ ბრძოლას ჩვენ მუდმივად გავაგრძელებთ, სანამ საქართველოს ეროვნული ინტერესები არ მოვა იმ წყობრში, რასაც ქართველი ხალხი ისურვებს. ეს არის ევროპული პერსპექტივა, ევროპული მომავალი, რუსული რეჟიმის ჩამოშორება ხელისუფლებით და ამიტომ ეს ბრძოლა მუდმივი არის. და ეს ბრძოლა თავისუფლებისათვის არ შემოიფარგლება კონკრეტ განსაზღვრული დროებით და განსაზღვრული ამოცანებით. ჩვენ ამის უახლოესმა ისტორიამ გვაჩვენა, რომ თავისუფლებისათვის ბრძოლას ჭირდება მუდმივი ბრძოლა და მუდმივი მოქმედებები. ეს ერთი. მეორე, თქვენ აღნიშნეთ, რომ
რამდენად მნიშვნელოვანი არის თითოეული ადამიანის და 100,000-ობით ადამიანის გამოსვლა ქუჩაში. ძალიან მნიშვნელოვანი არის თითოეულმა ჩვენი ხანდახან არის ხოლმე კითხვები, რომ რა გეგმა არის და რა უნდა გავაკეთოთ. პირველი რაც უნდა გავაკეთოთ. უნდა გადავდოთ ტელევიზორის პულტი გვერდზე, გამორთოთ კომპიუტერი, გამორთოთ სოციალური ქსელები და წავიდეთ რუსთაველზე და დავწეროთ საქართველოს უახლოესი ისტორია. თითოეული адамიანი მოსვლა, თითოეული ადამიანის მოქმედება, პირადი თავგანწირვაც კი თუ საჭირო გახდა, ჩვენება იმისა, რომ თითოეული ადამიანი არის რუსთაველზე და ითხოვს კონკრეტულ მოთხოვნებს და კონკრეტულ გადაწყვეტილებებსაც მიიღებს, ეს არის თითოეული ადამიანის ეროვნული ამოცანა, ეროვნული მისია. მიხეილ სააკაშვილი ახსენეთ. მიხეილ სააკაშვილი 2021 წლამდე იყო უკრაინის პოლიტიკაში. წარმატებული თანამდებობები ჰქონდა, საერთაშორისო პოლიტიკაში აღიარებული იყო და მოქმედი საერთაშორისო პოლიტიკოსი იყო მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ როდესაც ხედავდა ქვეყანა უფსკულისკენ მიემართებოდა და რუსული რეჟიმი უკვე თავის სახეს ამჟღავნებდა, გადადგა სიცოცხლის და ფიზიკური ჯანმრთელობის სარისკო ნაბიჯი და ჩამოვიდა ამ ქვეყანაში, ჩაждდა ივანიშვილის საპყრობილეში, პუტინის საპყრობილეში და იქედან მოუწოდა დაჩვენა მაგალითი როგორ უნდა ებრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის და ევროპული მომავლისათვის. ლევან ხაბეიშვილმა პირადი თავდადების ხარჯზე შეძლო ამ მუხტის შექმნა 4 ოქტომბერთან მიმართებაში და როგორც საზოგადოებამ დაიჯერა 4 ოქტომბრის მნიშვნელობა, საზოგადოება აყვა ამ მუხტს და ივანიშვილმა გადადგა ნაბიჯი და დააპატიმრა. ამიტომ თითოეული ადამიანის მონაწილეობა უნდა იყოს გადამწყვეტი ამ ბრძოლაში. ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ იქამდე ისევ აი ამ დღის წესრიგს მინდა დაუბრუნდეთ და რატომ აი მაგალითად პაატა ბურჭულაძე, რომლის მოძრაობაც თქვენც თქვით, რომ მთავარი ორგანიზატორია საერთო სახალხო პროტესტის, ამბობს, რომ რუსთაველზე ამ დღეს ჩატარდება ეროვნული კრება, ისე როგორც მოხდება მინისტრთა კაბინეტის შეთავაზება. ამ პროცესში თქვენც იღებთ, ანუ ნაციონალური მოძრაობაც იღებთ მონაწილეობას. არა, ჩვენ არანაირი წინასწარი რა მოხდება ეროვნული კრების ფარგლებში, ან ვინ იქნებიან მინისტრთა კაბინეტის წევრები? ხო, ზოგადად ეროვნული კრება რა არის, ვიცით, მაგრამ ასეთი კრება ქუჩაში არ ტარდება, ხო? შესაძლოა საინტერესოა ისიც, რა მინისტრთა კაბინეტის საუბრობს მართლა როგორ უნდა შეიძინოს, ასე ვთქვათ, ლეგიტიმაცია რუსთაველზე დამტკიცებულმა წარმომადგენლობითმა ორგანომან მინისტრთა კაბინეტი. არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, რა მინისტრთა კაბინეტზე საუბარი, საერთოდ ამ თანამდებობების განაწილებას რა აზრი და მნიშვნელობა აქვს, მეგონი. ნაციონალურ მოძრაობაშიც კი არ გაქვთ ინფორმაცია. და ხო, იმიტომ რომ არ ვართ ამ პროცესების აქტიური ორგანიზატორები, ამ პროცესს ყავს თავისი ორგანიზატორი, თავისი ინიციატორები და დღის წესრიგიც განსაზღვრულია და ჩვენ როგორც რიგითი ადამიანები, რიგითი მოქალაქეები ამ პროცესში მივიღებთ მონაწილეობას. აქ მნიშვნელოვანი არის, რომ პირველი უნდა მოვიდეს 100,000-ობით ადამიანი. ხალხის მოსვლას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხოლმე საერთო სახალხო პროტესტის დროს და ასეთი მასშტაბის საპროტესტო ღონისძიების დროს.